ბატონი გუგა არის ჩვენთან ერთად ფსიქიატრი პროფესორი, მაგრამ მე რაც ვიცი იპოქონდრიის შესახებ არის რომ რაღაც აჩემებული გაქვს, რომ რაღაც გჭირს, ეს არის, ხო? სწორად. მაინც მე კი ვიცოდი, მაგრამ გადავამოწმე დღეს დილით მაინც რომ რამე არ შემშოლა და აი ამ თემასთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ, რაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველ მეორე ადამიანს ალბათ აქვს ხოლმე რაღაცა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მსგავსი შეგრძნებები, ესე რომ ვთქვათ და ვიკვლევთ, ბოლოს აღმოჩნდება რომ არაფერი არც ერთ ორგანოზე არ გვჭირს, მაგრამ ახდება. მეორეს არა, მაგრამ ანუ დაახლოებით 37%-მდე ადამიანის ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ანუ იპოქონდრიული ეპიზოდი გადაუტანიათ, რაც თუ ავიღებ ზოგად სამედიცინო სტატისტიკა საკმაოდ მაღალი ციფრია. და ეს არის საინტერესო პრობლემა, აქტუალური პრობლემა და მასზე ინფორმირებულობა ალბათ ადამიანებს კიდევ უფრო გაუადვილებს მის ასე ვთქვათ მართოს. ეხლა რაც შეეხება იპოქონდრიას, დიახ, ეს არის ასე ვთქვათ აკვიატებული შიში რაღაცა დაავადების ქონის, როცა ადამიანს გონია რომ აქვს ან დაემართება რაიმე დაავადება. შეიძლება ის იყოს რაღაც კონკრეტულ ერთ დაავადებაზე შიში და ყველაზე ხშირი არის ზოგადად მაგალითად კიბოს ან გულის მძიმე დაავადებების შიში. ხალხის შიში, თუმცა მაგალითად COVID პანდემიის დროს იყო COVID-ით ავადმყოფობები დაავადების ან მისი გართულებების ასე ვთქვათ ძალიან აქტუალური იყო მთელი 3 წლის განმავლობაში და უამრავი სხვადასხვა ძირითადად მძიმე ქრონიკული დაავადებების. ეხლა როგორ გამოიხატება და რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც აქვს იპოქონდრია, ანუ აკვიატებული შიში დაავადების. ჯერ პირველ რიგში გავყოთ ორ ნაწილად, ანუ იპოქონდრია შეიძლება გავყოთ ორ კლინიკურ შტოდ, როდესაც პირველ შემთხვევაში ადამიანს აქვს გარკვეული შეგრძნებები ან ჩივილები და ამის ფონზე ვითარდება იპოქონდრია და მეორე შემთხვევა როცა არანაირი ჩივილი არ აქვს. ანუ ჩივილში იგულისხმება პირობითად ტკივილი, ან რაღაცა ორგანოში ასხეულის ნაწილში არასასიამოვნო შეგრძნება, რომლის ფონზე ამ ჩივილიდან გამომდინარე ადამიანი რაღაცა კონკრეტული დაავადების შიში უჩნდება. და არის მეორე შემთხვევა, როდესაც არანაირი ჩივილი არ არის, მაგრამ ადამიანს მაინც აქვს რაიმე მძიმე დაავადების ასე ვთქვათ აკვიატებული შიში. ნუ რას აკეთებს ასე დროს ადამიანი, როგორც წესი მიმართავს უფრო ხშირად, უფრო ინტენსიურად ექიმს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა გამოკვლევებით არ დასტურდება არანაირი დაავადება, თქვა თითოეული გამოკვლევა, თითოეული ეტაპი ექიმთან მიმართვა გარკვეული დროით ხსნის ასე ვთქვათ ამ შიშს, მაგრამ გარკვეული დროის მერე და როგორც წესი მალევე ხელახლა ისევ წამოატალღა დიახ. და ისევ ხელახლა უბრუნდება და ესე წრეზე დადიან ადამიანები ზოგჯერ წლების განმავლობაში არაერთ სპეციალისტთან, არამედ სხვადასხვა სპეციალისტებთან. და ჩვენს პრაქტიკაში, როდესაც მოდიან ხოლმე ძალიან ხშირად მოაქვთ რამოდენიმე კილოგრამი გამოკვლევა, ანუ ფუცლების მთელი დასტაკი, რომლებიც წლების განმავლობაში მოაგროვებს და ეს არის ხოლმე პირველი ნიშანი იმის, რომ ადამიანი რო შემოამდენი გამოკვლევით იმაზე, რომ დიდი ალბათობით მიხვდა, რომ აქ იპოქონდრიასთან გვაქვს საქმე. ეხლა ეს რეალურად ფენომენოლოგიურად რო ავხსნათ, ეს არის აკვიატებული შიში. ანუ მექანიზმი არის აკვიატების და ის კვლევები და ექიმთან მიმართვა, რასაც ადამიანი ახორციელებს, ეს არის ერთგვარი კომპულსია. იმიტომ რომ ეს არის მისი განზრახ ქმედება, რომლის საშუალებითაც ადამიანი ცდილობს გაანეიტრალოს ეს შიში. მაგრამ როგორც ობსესიურ კომპულსიური აშლილობის შემთხვევაში არის, ეს ორი დაავადება ერთმანეთს ძალიან გავს ფენომენოლოგიურად, თუმცა ეს ორი სხვადასხვა დიაგნოზია. ეს ეგრეთ წოდებული განეიტრალება შიშის მცირეხნიანია, ხანმოკლეა და მე ხელახლა ისევ აღმოცენდება ხოლმე. ეხლა საჭიროა თუ არა ისმის კითხვა, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს იპოქონდრია, ან ვარაუდია იმაზე, ან თვითონ უჩნდება ვარაუდი ან ოჯახის წევრს, უნდა გაიკეთოს თუ არა გამოკვლევა, იმიტომ რომ აი აქ ზომიერების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანს აქვს რაიმე ჩივილი და რაღაც აწუხებს, ეს ჩივილი, ეს შეგრძნება, ეს წუხილი რა მექანიზმითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, რაღაცა დონის გამოკვლევა ყოველთვის საჭიროა. იმიტომ რომ
თვითონ იპოქონდრიის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს რაიმე დაავადების არსებობას. იმიტომ რომ შეიძლება იყოს კონდეს რაღაცა დაავადებაც და ამავე დროს კონდეს იპოქონდრიაც, ხო? ამიტომ ერთმნიშვნელოვნად ამის უგულვებყოფა და ის რომ ექიმთან არ წახვიდე და არანაირი თუნდაც ასკრინინგო ან ზოგად გამოკლება არ ჩაიტარო, ალბათ არასწორია. მაგრამ აქ დგება კითხვა, როდის უნდა გაჩერდეს ადამიანი და რა არის ის ყდია. და ეს ალბათ უკვე ძირითადად უფრო ეხება სპეციალისტებს და არა თვითონ პიროვნებას, ვისაც იპოქონდრია აქვს, ანუ უნდა მიხვდეს შესაბამისი სპეციალისტი. ეს არის კარდიოლოგი, ეს არის ონკოლოგი, ზოგადი თერაპევტი, თუ ნებისმიერი სპეციალობის ექიმი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი და ასე შემდეგ, რომ როდესაც ის ძალიან მაღალი ალბათობით დარწმუნება, რომ ამ ადამიანს არანაირი დაავადება არ აქვს და სავარაუდოდ ეს უკავშირდება ფსიქიკის პრობლემას, ეს კვლევები გააჩერეს. იმიტომ რომ როდესაც მიმდინარეობს ახალი და ახალი კვლევები, არათუ ადამიანი პერსპექტივაში იპოქონდრიით დაავადებული ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შვიდება, არამედ პირიქით უფრო მწავდება. კი, მართალი ხართ, იმიტომ რომ აქ არის რომ შეიძლება ერთმა ექიმმა, რომელსაც მიმართავ, გააჩეროს ეს კვლევები, მაგრამ აი მე პირად გამოცდილებაზე გეტყვით, რომ სხვადასხვა ექიმთან მივდიოდი. იმიტომ რომ ხო, აჩემებული მქონდა და არ მჯეროდა ესე რომ ვთქვათ იმ პასუხების. სხვადასხვა ექიმთან და თან რა არის უყურეთ, ანუ როდესაც პირველად ასე ჩივილებით ადამიანი მიმართავს ექიმს, ანუ ტარდება ზოგადი კვლევა და ყველაზე გავრცელებული ხშირი დაავადება მიმართულებით, ხო? და როდესაც ამ კვლევებზე ადამიანი იღებს პასუხს დადებით, ანუ გულისხმობ, რომ იქ არანაირი დიაგნოზი და არანაირი დაავადება არ არის, პირიქით მას უჩნდება განცდა იმის, რომ რაიმე უფრო სერიოზული და უფრო მძიმე ხო არ ჭირს, ისეთი, რომლის დიაგნოსტიკაც კი ძნელია. და ეს ის უფრო ამძაფრებს, იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანს ურჩევნია და ალბათ ყველას ურჩევნია, რომ როდესაც რეალურად რაღაც დაავადება იცოდეს დიაგნოზი რა არის, ვიდრე ქონდეს რაღაცა იშვიათი ამოუცნობი ძნელად დასადგენი დაავადება. და ამიტომ აი ესეთი ასე ვთქვათ წრეზე ობსესიურად მრავალი კვლევის გაკეთება პერსპექტივაში გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას. და შინელება ამაგაზე მუდმივად ფიქრი რომ უფრო არა მარტო თვითონ ეს ქმედება არღოს დროთა განმავლობაში დაავადებაც პროგრესირებს, ხო? როგორც ყველა ფიზიკური დაავადება, ასევე ფსიქიკური დაავადებები, რაც უფრო ადრე არის ჩარევა და მიმართავს ადამიანი მკურნალობას და დახმარებას, შესაბამისად ამ პრობლემის მოგვარება ადრეულ ეტაპზე გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით. აი, რა პერიოდში რა არის განმაპირობებელი იპოქონდრიის? აი, რა იწვევს? არის რამე მიზეზი? იცით რა, იპოქონდრიის შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად არის ესე გამოკვეთილი რაღაცა მიზეზი ნაპოვნი, მაინც იგულისხმება, რომ გენეტიკური ფაქტორებია. და გენეტიკური ფაქტორი არ გულისხმობს იმას, რომ მაინც და მაინც ჩვენ გენეტიკურად მონათესავი ამ წინაპარს უნდა ქონდეს კონკრეტულად იპოქონდრიული აშლილობა, ეს შეიძლება ქონდეს ნებისმიერ ტიპის ფოთი აშლილობა და კონკრეტულად ამ ადამიანის შემთხვევაში შეიძლება ამ ფორმით, ანუ იპოქონდრიით გამოვლინდეს. აი, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი რა შეიძლება იყოს? მაპროვოცირებელი ფაქტორი ძირითადად არის საკუთარი ან ოჯახის წევრების დაავადებები, მძიმე დაავადებები, აი მაგალითად ონკოლოგიურ შემთხვევებში, ანუ ძალიან ხშირია, როდესაც ოჯახის წევრს არის დაავადებული ონკოლოგიური დაავადებით, ზოგჯერ სამწუხაროდ ეს დაავადება ცუდად თავდება ხოლმე სიკვდილით და ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად მაპროვოცირებელი, რომ ეგრეთ წოდებული კანცეროფობია გაჩნდეს, ანუ კიბოს შიში და განცდა იმის რომ ეს ყველაზე გავრცელებული ალბათ ხო ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და ყველაზე ასე ვთქვათ მძიმეა და ყველაზე მეტად იწვევს ადამიანის გათხრობას, იმიტომ რომ ეს მძიმე დაავადება სიცოცხლის და ხშირ შემთხვევაში შეუთავსებელი, შესაბამისად ამ დაავადების შიში კიდევ უფრო მეტ შფოთვას და ნეგატიურ ემოციებს იწვევს, ვიდრე შედარებით თქვათ უფრო სუბუქი დაავადებების შიში. აი ეს პრაქტიკაში როგორ არის ძირითადად აი თქვენი გამოცდილებით, იმიტომ რომ აი ხა თქვენს ამბობდით, რომ როდესაც შემოდის პაციენტი იმდენი ფურცლებით შემოდის, რომ უკვე ხვდებით, რომ ეს დაავადება. ძირითადად ასეა ხოლმე, ანუ
იმდენი ხანი გრძელდება, რომ ცოტა დაგვიანებული შეიძლება იყოს მომართვა? იცით რა, ბოლო წლებში იმის გამო რომ ცნობიერები, ამაღლება მოხდა და ინფორმირებულობა გაიზარდა ძირითადად ესეთი გადაცემების თუნდაც ჩვენი რუბრიკა როგორც არის და ეს ცნობადობა გაიზარდა არა მარტო მოსახლეობაში, არამედ ექიმებშიც. უფრო მეტად ხვდებით შემთხვევებს, როცა ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა პროფილის ექიმი დროულად ურჩევს პაციენტს, რომ მიმართოს შესაბამის სპეციალისტ, რადგან როდესაც ეს პირველადი კვლევებით გამოირიცხება რაიმე ფიზიკური დაავადება, სომატური დაავადება, დროულად ურჩევს ხოლმე. თუმცა მეორე მომენტი ერთი არჩევა ექიმის და მეორე რამდენად ასრულებს პირველი შეიძლება არ შეასრულოს სტიგმის გამო და მეორე არ შეასრულოს იმის გამო, რომ იპოქონდრია არის იმდენად კვეთრად გამოხატული და იმდენად დარწმუნებულია ის, რომ დაავადება აქვს, რომ არ სჯერა, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ფსიქიკის პრობლემას და ამიტომ კიდე თავისით პაციენტი საკუთარი ინიციატივით აგრძელებს კვლევებს. აი მეთოდები რა არის ამის მკურნალობის ან კონტროლის? ხო, მკურნალობა ტარდება, ძირითადად ეს თავისი არსით ეს არის ერთგვარად შფოთითი აშლობა, უბრალოდ რაღაც ობსესიის მექანიზმები დევს მასში და როგორც შფოთითი აშლობის დროს ხდება სტანდარტულად ძირითადი მედიკამენტი, ამ დროს არის ანტიდეპრესანტი, თუმცა იპოქონდრიის შემთხვევაში ძალიან ხშირად ჩვენ ექიმები ურჩევთ ხოლმე, რომ ასევე ფსიქოთერაპია იყოს ჩართული. ხო, იმიტომ რომ გამეორების რისკი ვთქვათ დიდი ამაზეც ისაუბრეთ თქვენ, ხო, თუ არ ჩატარდა მსგავსი მკურნალობა გახანგრძლივების, იპოქონდრია როგორც წესი მიდის ქრონიკულად. და ხშირ შემთხვევაში შეტევების სახით, ტალღური მიმდინარეობა აქვს. როდესაც რაღაცა პერიოდულობით შეიძლება ვთქვათ 1-2 თვე ან უფრო მეტი იყოს გამწვავება, ინტენსიური იყოს ეს შიშები, აი რაღაც პერიოდი ძალიან ინტენსიურად დადიოდეს ექიმებთან იტარებდეს კვლევებით, მერე შეიძლება რაღაც პერიოდი მინელდეს, ხო, ანუ მინელდეს შედარებით ნაკლებად იყოს ეს ში გამოხატული, ამ დროს ადამიანი ასე ვთქვათ ძლევდეს აი ამ შიშს და აღარ მიმართავდეს გამოკვლევებს, მაგრამ მერე გარკვეული პერიოდის გასვლის მერე ისევ აღმავალი ტალღა მოდის და მერე ისევ დაფრთხება და ეს ყველაზე ხშირი ფორმა, ასე ვთქვათ, მიმდინარეობის იპოქონდრიის. ამის თერაპიებით თერაპია არის საჭირო, ასე ვთქვათ, სულ ან ის წამალით ანტიდეპრესანტზე, რასაც ამბობდით თქვენ, აი რამდენი ხნის განმავლობაში? ეს ინდივიდუალურია და ალბათ კიდე შეგვიძლია ჩავინიშნოთ ჩვენ ერთი გადაცემა ამასთან დაკავშირებით, აი თერაპიის ხანგრძლივობასთან გაკურნება, რა არის ანუ მართვა დაავადების და ეს კარგად თუ და განმარტოთ, იმიტომ რომ ვადების განსაზღვრა წინასწარ, ეს არ არის მარტო ვადა არ არის ასოცირებული დაავადების სახეობასთან ან მის სიმძიმესთან. ეს უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმ ადამიანის თუნდაც ხარაქტეროლოგიურ, ანუ პიროვნულ მახასიათებლებზე, ხო, გარემო ფაქტორებზე, სტრეს ფაქტორებზე, ხო, თუ ადამიანს აქვს ისეთი პრობლემა, რომელსაც ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორი არ წყდება და კიდევ უდივად მოყვება, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, ხო, გაცილებით ხანგრძლივი იყოს. ამიტომ ზუსტად თქმა შეფასება, ამიტომ არის ინდივიდუალური მედგომა მედიცინაში აუცილებელი, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა შეფასდეს ინდივიდუალურად, არა მარტო დაავადება, არამედ თანხლები, უამრავი საკითხები იყოს გათვალისწინებული და რაც თავარია მოხდეს დინამიური სწორი კონტროლი. და მხოლოდ დინამიკა აჩვენებს იმას, თუ როგორ მოხდება, რა ვადით მოხდება და რა ფორმით მოხდება მკურნალობა. აი, ვისაც ეს იპოქონდრია აქვს, ხო არის ექიმი შეიძლება არ სჯეროდეს, მაგრამ არის ხოლმე კიდე მაგალითად ან ოჯახის წევრების, ან ახლობლების ცოტა აი ჩხუბი კი არა, მაგრამ უკვე პრეტენზიები, რომ დაიღალნენ მაგალითად ისინიც. ეს თუ მოქმედებს კიდე უფრო მეტად ესეთ ვთქვათ ამ იპოქონდრიის ადამიანებს. ძალიან ხშირად ანუ ადამიანები, ვისაც აქვს იპოქონდრია და ზუსტად ესე იტარებენ ხშირად კვლევებს, ანუ ხშირად ხდებია ხოლმე ოჯახის წევრების, ანუ საყვედური შენიშვნის ასე ვთქვათ ობიექტები, აი როგორ ვერ აიყვან თავი ხელში, როგორ ვერ იჯერებ. და აი ასეთი ტიპის ფრაზები პირიქით უფრო მეტად დამთქმელია, იმიტომ რომ ადამიანს ამ დროს შესაძლებელია აი ამ
ამდენი გამოუვალი წარუმატებელი ბრწყალებში მოვლენების მერე გქონდეს თვითშეფასების პრობლემები და ქოითებული თუნდაც დროებით და ეს ფრაზა რომ რატო არ შეგიძლია რატო ვერ აკეთებ რატო ვერ აკყავს თავი ხელში პირიქით ნეგატიურად მოხდეს მას უფრო საწუწარკვეთ აღდებს კიდევ უვალ გამოუვალი მდგომარეობის ასე ვთქვათ აღქმა ეწყება და შესაბამისად შეიძლება უფრო გაღრმავდეს და თან დაერთოს ისეთი მდგომარეობა როგორც არის თქვა დეპრესია უიმედობა და უფრო რთულ შემთხვევაში სუიციდური აზრებიც და ასე შემდეგ ხო, ეს მნიშვნელოვანია მხარდაჭერაც მათ შორის. ანუ იდეაში ამ დაავადების თვითდიაგნოზირებაც შესაძლებელი არის გარკვეულწილად? კი, თვითდიაგნოსტირება რა თქმა უნდა შესაძლებელია, ანუ აი ეს კრიტერიუმი, როდესაც ჩვენ ვიტარებთ რაღაცა კვლევას და ეს კვლევები აჩვენებს იმას, რომ არ არის, ანუ ადამიანი თუ აქვს ამაზე ინფორმაცია. რამდენად აქვს შესაძლებლობა ფსიქოლოგიური ვთქვათ ამის ამას ვამბობთ, რომ ანუ ადამიანმა შეიძლება ივარაუდოს ხოლმე რომ მას აქვს ესა თვის დიაგნოზი, თუნდაც იპოქონდრია. ხო ესე, ამიტომ მე ეს ვიღაცას უნდა კითხოს, ვინც ამას დაუდასტურებს. აი, ამის ესე ხო გვაქვს აჩვენება ადამიანებს, როდესაც იპოქონდრია, რომ რაღაც გვჭირს კონკრეტული დაავადება. არ ვიცი ხა რამდენად სწორად ვკითხულობ, მაგრამ ამ ნაწილზე შეიძლება რომ იყოს აკვიატება, რომ იპოქონდრია გაქვს. ხო, ან თეორიულად ყველაფრის აკვიატება შეიძლება ქონდეს, აკვიატების აკვიატება. დიახ, ანუ ფსიქიკური დაავადების ქონის აკვიატება მაგალითად ძალიან ხშირია. მაგრამ ხშირია? საკმაოდ ხშირია, დიახ. საკმაოდ ხშირია. ამიტომაც არის აქ რომ ჩვენ არ ვეუბნებით რომ ადამიანმა თვითონ დაისვას დიაგნოზი, თუნდაც იპოქონდრიის, უბრალოდ არის ნიშნები, რომელიც მიგანიშნებს, რომ ხო არ არის იპოქონდრია და არ არის აუცილებელი პირველ ეტაპზე მაშინ მომიხვიდე ფსიქიატრთან, თუ თქვა ამის სურვილი არ გაქვს. იმ ექიმსაც შეგიძლია კითხოს, რა სპეციალობითად იტარებ გამოკვლევებს. პირობითად კარდიოლოგთან გადიხარ გამოკვლევას. აი, ჩვენ კანცეროფობიაზე ვსაუბრობდით, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მძიმე ფორმაა, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რკუნავს ადამიანს, მაგრამ არანაკლებად დამთქმუნელია და ასევე გაცილებით უფრო ხშირია, ანუ კარდიოფობია, ანუ გულის დაავადებების და გულთან ასოცირებული დაავადებების მე დამგერო ტკივილის შეგრძნებაც ხშირია ხოლმე მსგავსი აკვიატების დროს. ტკივილის გულში მოჭერის ცვლეტის შეგრძნება, გულის აჩქარების, არა მარტო კარდიოლოგებს მიმართავენ, არამედ ძალიან ხშირად მიმართავენ პულმონოლოგებს. ანუ ასე ვთქვათ, ფილტვის სპეციალისტებს, იმიტომ რომ მოხჭობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელების შემთხვევა ხშირია იპოქონდრიის დროს და ეს არის ფოთვის ერთ-ერთი გამოვლენა, რის გამოც ანუ აი ამ ჩივილის ლოკაციიდან გამომდინარე და სახეობიდან გამომდინარე შესაბამის სპეციალისტთან მიდიან. და რეალურად თქვათ ჩვენ რო ავიღოთ ანუ მაგალითად კარდიოლოგიური პრობლემები ხო ანუ კარდიოლოგიური პრობლემების უმეტესობას ასეთი მსგავსი ჩივილი არ აქვს არ ახასიათებს ხო ანუ ეს ტკივილი ხარ ტკივილი ახასიათებს გულის უფრო გამოხატულ პრობლემებს სერიოზულ პრობლემებს და როდესაც ასაკით შეუსაბამოა და რისკები ანუ ძალიან დაბალია კარდიოლოგიური პრობლემების ბუნებრივია რომ თან დღევანდელ გამოკვლევების ასე ვთქვათ დახვეწილობიდან გამომდინარე ზოგჯერ ერთი დღე საკმარისია ხოლმე იმისაც რომ სრულფასოვანი გამოკვლევები ჩატარდეს ამა თუ იმ მიმართულებით მაგალითად თუნდაც პულმონოლოგიაში ან თუნდაც კარდიოლოგიაში რომ ყველა ის აი ამ ჩივილთან ასოცირებული დაავადება ძალიან მალე იყოს გამორიცხული დიახ. აი თქვენ თქვით ისიც რომ არის პერიოდები როცა ძალიან გამოვლენილი არის ან დადიხარ ექიმებთან თქვათ და იკვლევ ამ ყოფერს მე მინელებულია ცოტა შესუსტებული ეს ყველაფერი მე ისე ვიწყება ანუ ამ დაკვირვების პერიოდში თავიდან შეიძლება ვერ დაადგინო რომ იპოქონდრია პირველი თქვათ პირველ ეტაპზე როდესაც დადიხარ ექიმებთან მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენელებულია აი თუ შეიძლება ვთქვათ დაახლოებით რავად არის აი ამ შესუსტების პერიოდი აი ინდივიდუალურია და ხშირად ადამიანები აი ეს კიდე ძალიან საინტერესოა რომ უთხრათ ამას აღიქვამენ ხოლმე რომ ეს რაღაცა იმიტომ კი არ მინელდა რომ თვითონ ეს ეგრეთ წოდებული აკვიატებული შიში შესუსტდა არამედ რაღაცა მიავიყვანე თავი ხელში. ხო, ესეთი აღქმა გვაქვს რომ ჩვენ გადავლახეთ ეს, თუმცა ავა რაღაც პერიოდი და დაავადების სიმძაფრე რომ მოიმატოს, მე აღმოჩნდება რომ ჩვენ თავი ვერ აკვავს ხელში. ანუ ჩვენ ადამიანის ფსიქიკა
დამცავ რეჟიმში, ან დამცველობით რეჟიმში ისევე ავტომატურად მუშაობს, როგორც იმუნიტეტი. ან როგორც ჩვენი იმუნიტეტი ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ისე ებრძვის სხვადასხვა ბაქტერიებს და ვირუსებს და ასე ვთქვათ, კიდევ უამრავ დაავადებას. ფსიქიკაც ასეა. კი, ფსიქიკა ხო, ანუ ჩვენ ხო უამრავი სტრესი გვაქვს, უამრავი ფაქტორია დღის განმავლობაში ბევრჯერ, რასაც ვერც ვაცნობიერებთ და აბსოლუტურად ჩვენი ნებითი აქტი არ არის, ეს ჩვენ დაუნებურად ავტომატურ რეჟიმში ხდება. და ფსიქიკა ანუ ჩვენი ფსიქიკის ბჭყალებში იმუნიტეტი ამ სტრესებს ანეიტრალებს. აი, როდესაც თვითონ დაავადების არსი რა არის, დაავადება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი ავტორეგულაციური მექანიზმები გაცვდა. ანუ ისე ეფექტურად ვერ მუშაობს და ამიტომ უკვე სხვადასხვა ფაქტორების გენეტიკური იქნება თუ გარე ფაქტორების ზეგავლენით უკვე ხდება დეკომპენსაცია და მერე დისჰარმონია. ამიტომ, როდესაც იგივე ადამიანს ჰიპოქონდრია ემართება, ეს ნიშნავს, რომ მოიმატა მაკვიატებული აზრების ინტენსივობამ და ჩვენ ვეღარ ვართმევთ თავს, რომ ასე ვთქვათ, ეს გავანეიტრალოთ. ესე იგი, მე ხა საკუთარ თავზე გაგვიმაქ ეს ყველაფერი და ხო, მართლა ზუსტად იგივე პერიოდს გქონდა, რომ მე მგონი უნდა მოვიდე თქვენთან მართლა. თორე ხა ისე უნდა დავიწყო ექიმებს რომ და ხა აი ამას რომ მორჩები ამ პერიოდს და თუ არ იყო არაფერს დადებით პასუხი მე მოვალ. აი სადაც ფიქრობთ მანამდე ჯობია. და არის ხომე აი არა მარტო ჰიპოქონდრია, ნებისმიერ დაავადების და ალბათ განსაკუთრებით ჩვენ სპეციალობაში ხშირად ხვდებით ხოლმე, რომ აი ზუსტად რწმენა რო არ აქვს ადამიანს, რომ განიკურნება და ეს დაეხმარება ამას სიტყვები არ შველის ხოლმე ახსნა დარწმუნება არ მუშაობს, ამას შველის რეალური შედეგი. როდესაც ადამიანი იწყებს მკურნალობას და მალევე ზოგჯერ 10 დღეში, ზოგჯერ 2 კვირაში, ზოგჯერ 1 თვეში, ზოგჯერ შეიძლება ძიმე შემთხვევების დროს პირველადი შედეგმა კიდევ უფრო გადაიწევს, რეალურად ხედავს შედეგს. ანუ ყველაზე კარგი გადარწმუნების საშუალება არის შედეგი და არა ახსნა. კი, მართალია. ამ ადამიანებმა, ესე იგი, 3-7%. ნუ ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, თუმცა ჩვენ სფეროში სტატისტიკა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ანუ მიმართვიანობა, აღრიცხვიანობა ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია, ამავე დროს დიაგნოზების სისტემა ძალიან განსხვავებულია. ხო, მაგალითად ამერიკაში იყენებენ DSM-5-ს, ანუ დანარჩენ მსოფლიოში იყენებენ ICD-ს და ამიტომ აი ესეთი მაგალითად DSM-5-ში ჰიპოქონდრია ცალკე დიაგნოზის სახით უკვე საერთოდ აღარ არის გამოყენებული. ჩვენთან რამდენად არის და თუ არის გაზრდილი ბოლო წლების განმავლობაში, რაც ცნობიერება შედარებით ამაღლდა ამ მიმართულებით ზოგადად. აი სულ საუბრობენ და რამოდენიმე დღის წინ ჩემთვის ჩემი საყვარელი პედაგოგი და ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და ბრწყინვალე ექიმი მეუბნეოდა, რომ გუგა მე ჩემ პრაქტიკაში ვგრძნობ, რომ გაიზარდა, ანუ აშკარად გაიზარდა თქვენი ანუ პრობლემის, ანუ ფსიქიკური პრობლემების სიხშირე. არა, სიხშირე არ იზრდება, უბრალოდ იზრდება ცნობიერების განზის ხარჯზე მომართვიანობა. თორე დაავადება, ფსიქიკური დაავადებების გავრცელება არის უნიფიცირებული პრაქტიკულად ყველა ტიპის განვითარების ეკონომიური თუ სოციალური თუ ასე შემდეგ ქვეყნებში თითქმის ერთნაირია გავრცელება. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ამასაც უწყობს ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი ამ კუთხით და ჩვენც ამ რუბრიკით მე მგონი რაღაცნაირად კიდევ უფრო ხელს უწყობთ, იმიტომ რომ ხო რაღაცნაირი სტიგმა ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ფსიქიატრთან მისვლა. აი მაგალითად ექიმის როცა გეუბნება რომ შენ ხა პრობლემა არ გაქვს და ფსიქიატრთან უნდა წახვიდე, იმიტომ რომ გჭირდება მის დახმარება, აქაც კიდე აგრესია გირთვება რაღაც ნაწილში, მით უმეტეს ეს დაავადება თუ გაქვს, ალბათ ესე არის. კი, ანუ სტიგმა არ არის მარტო ფსიქიკაზე, სტიგმა არის ნებისმიერ ჯანმრთელობის პრობლემაზე. ჩვენ ზოგჯერ აი ყველაზე ისეთი მარტივი ხშირი პრობლემა რაც არის მაგალითად კბილის კარიესი, ხო, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში რამოდენი ბევრჯერ ემართება, ხო? იქაც კი გვიჭირს ძალიან ხშირად აღიარება და მისვლა თქვა სტომატოლოგთან, ხო ესეა? და ადრე უფრო იყო, ეხლა აღარ. არა, იქაც არის ხშირი. იმიტომ რომ იქაც ხშირად გართულებულ შემთხვევებზე მიდია ხოლმე, როცა კბილის ექსტრაქცია საჭირო და უკვე თერაპიული ჩარევა საკმარისი არ არის. და ფსიქიკასთან მიმართებაში კიდევ უფრო მაღალია კი.
ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ არ არის სასირცხულო არაფერი და შესაბამისად, როცა ადამიანს რაღაცა ჭირდება, გინდათ ფსიქიკური თუ სხვა პრობლემები, აუცილებელია რომ მიმართოთ პროფესიონალს და შესაბამისად, როცა შედეგს დავინახავთ, უფრო მშვიდად ვიქნებით. და არა მარტო სასირცხულო არ არის, ეს ცხოვრების ხარისხზე ისახება მომენტალურად და ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, ანუ ადამიანს ის ხარვეზები, რაც ხელს უშლიდა წინსვლაში და სტაბილურობაში, ნაწილობრივ ამ თლიანად განვითარებაშიც, იმიტომ რომ გაჩერებს რაღაცნაირად ეს პრობლემები და შესაბამისად აუცილებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ იმ ადამიანებით, რომლებიც ჩვენთან ერთად არიან ხოლმე, ამ შემთხვევაში ბატონი გუგა, ყოველთვის ამას ვცდილობ და მგონია, რომ რაღაცნაირად ვარწმუნებთ მაყურებელსაც იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყურებენ, რომ არც სასირცხვილო არ არის, რა თქმა უნდა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი წინსვლისთვის მიმართოთ ხოლმე პროფესიონალს. ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ. მე მგონი შემდეგი თემაც მოვინიშნეთ, ხო? მე მგონი კი.